სოფლის მეურნეობის სექტორში დღეს ნულოვან დაბეგურას ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს. ეს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ ანგარიშში გვხვდება. სამინისტროს შეფასებით, შეღავათისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, უფრო მეტსარგებელს მაღალი შემოსავლების მქონე შინა მეურნეობები იღებენ, რაც უწყების დასკვნით საგადასახადო შეღავათების სუსტ მიზნობრიობაზე მიუთითებს. კვლევა აჩვენებს, რომ შეღავათის შემოღებიდან მე-10 წელს რეფორმის შედეგად დღეს საგადასახადო დანახარჯების წმინდა ეფექტი ნომინალურ გამოსახულებაში 198 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნულოვანი დაბეგურის წმინდა ეფექტი ეკონომიკაზე პირველი 2 წლის განმავლობაში დადებითია, თუმცა მესამე წლიდან მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ზოგიერთი სუბიექტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში კვლავ დადებით ზეგავლენას განიცდის, უარყოფითი ეფექტი იმდენად მაღალი იყო დანარჩენი სექტორისთვის, რომ პოლიტიკის წმინდა ეფექტი უარყოფითია. მე-10 წელს რეფორმის შედეგად დღეს საგადასახადო დანახარჯების წმინდა ეფექტი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,33%-ია. ალტერნატიულ სცენართან შედარებით სადაც დღეს საგადასახადო დანახარჯები არ არსებობს, რაც ნომინალურ გამოსახულებაში 198 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორმა ისარგებლა მხოლოდ 121 მილიონით დაახლოებით 300 მილიონი საგადასახადო შეღავათის მიცემის შედეგად მაშინ, როცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორების დანაკარგი 319 მილიონი ლარი იყო. სოფლის მეურნეობის წახალისების ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების ნულოვანი გადასახადი 2012 წლიდან მოქმედებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩე ცოფურაშვილი გვიხსნის, რომ ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივების და პროგრამების ეფექტიანობის პერიოდული ანალიზი დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომლის საფუძველზეც უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. ცოფურაშვილი ეთანხმება იმ პოზიციას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დღეგეთი დაბეგურა ყველასთვის ერთგვაროვანი უნდა იყოს, თუმცა მისი შეფასებით დღეს განაკვეთი არ უნდა იყოს ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის. გარკვეული დიფერენცირება აქ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ფორმა, როგორც არის კოოპერატივი, კლასტერი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მეტი ინკლუზიურობა ჩავთოთ, მეტი ხალხი ჩავთოთ, მათ შეიძლება გარკვეული შეღავათები დარჩეთ, ოღონდ გარკვეული ინსტიტუციური წესებით და პირობებით. ყველა სხვა შემთხვევაში დაბეგურა სოფლის მეურნეობაში უნდა იყოს ერთიანი და არ არის სასურველი, რომ ეს იყოს 18% ჩვენი, ესე ვთქვათ, მოსახლეობის პირობებში, იყოს გაცილებით დაბალი. ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში ვკარგავთ დღეს და მისი, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში გარკვეული, ესე ვთქვათ, შეღავათების მოხსნით რაღაც ეფექტი მივიღოთ თლიანობაში, თუმცა ეს ეფექტი არ იქნება ფინანსურად, ეს დააზიანებს თლიანობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობას. დამატებული ღირებულების გადასახადის ნულოვანი დაბეგურის პრინციპი ამ დრომდე არ ვრცელდება მეფრინველეობის დარგზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით შეღავათებს ბიზნესი წლებია ითხოვს. თუმცა უშედეგოდ. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი გვიხსნის, რომ მთავარი არგუმენტი, რის გამოც მათ სექტორზე შეღავათი არ ვრცელდება, ის თანხებია, რომელსაც ბიუჯეტი დაკარგავს, რასაც მთავრობა ართმობს. მისი თქმით, ეს კვლევა სავარაუდოდ წინაპირობაა იმის, რომ უკვე მოქმედი შეღავათების გადახედვა უნდა მოხდეს, რაც სოფლის მეურნეობის დარგს დაარტყამს. ბაზარს კი უფრო მეტად იმპორტ დამოკიდებულს გახდის. ეხლა ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ ყველაფერი დაიბეგროს და რა მოხდება? რაც ხდება აბსოლუტურად თუნდაც იგივე კვერცხის და იმის სიტუაციაში. ეხლა იმის გამო, რომ სიტყვაზე ბიუჯეტში რაღაც დამატებით ფულის აკუმულირება მოხდეს, ამის გამო ქართულის თუ დაიბეგრა, ისედაც 15-20% გვაქვს წლების მიხედვით თვითდაკმაყოფილების პროცენტი და ესეც დაიკარგება, ხო? ეხლა შენ როგორ გინდა გლეხს, რომელსაც 1 გექტარი აქვს, გექტარი ნახევარი აქვს, ანუ 2 გექტარი აქვს, იმას აუხსნა, რომ იმა დღეგე უნდა გადაიხადოს. და მოხდება ზუსტად იგივე სიმბიოზური მიდგომა, რაც კვერცხში არის, თუ პატარა ხარ, შეღავათი გაქვს, დღეგეს არიხდი, თუ დიდი ხარ და განვითარდი, დღეგე უნდა გადაიხადო, ამ დროს გიჩნდება აზრი, რომ რატომ განვითარდე, თუ გავდიდები, მოდი სხვა ფირმაზე გავაკეთებ, ოჯახის წევრზე გავაკეთებ, რომ არ გამოვჩნდე დიდი და არ ვიყო განვითარებული, ანუ ჩვენივე კანონმდებლობით თავში ვევკლებთ განვითარების და გაძლიერების სურვილს. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ დღეს ნულოვანი დაბეგურის სუსტად განხორციელებული მიზნობრიობის გამო შესაძლოა აღნიშნული შეღავათების ინსტრუმენტის გადახედვა იყოს განხილული. მათი ინფორმაციით საჭიროა სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღეგეთი ნულოვანი დაბეგურის მიზნისა და ბენეფიციარების გადახედვა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი 2023 წელს დაიწყო.